პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მცხეთის ხიდზე აიგრძალა სატვირთო ავტომობილების მოძრაობა და ეს მოძრაობა გადმოერთო ქალაქ მცხეთაზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიმყოფებით მცხეთაში, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე გვენახა თუ რა პრობლემები გაჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით, გავეცანით ადგილზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემებს მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის დისკომფორტი, რაც ამ მოძრაობის ქალაქ მცხეთაზე გადმორთვამ გამოიწვია, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ასევე ჩვენ ერთობლივად ვიყავით არაგუზე ახალ ხიდზე, რომელიც შენდება და დავათვალიერეთ იქ სამუშაოების ტემპი და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს სამუშაოები დასრულდება და ყველაფერი უკვე დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. მინისტრის სტუმრობა სწორედ ამას ეხებოდა, რომ რაც შეიძლება მინიმალიზება გავაკეთოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იქონდეს მცხეთის მოსახლეობას. ახალ წლამდე მორჩებით და გადაერთვება ისევ დაუბრუნდება ძველ მაგისტრალს მძიმე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა და პარალელურად დაიწყება უკვე მცხეთის შიდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. იქნება მოკლევადიანი გარკვეული გეგმები წარმოდგენილი, რომელიც ძირითადი ხიდის სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაარეგულირებს თანდევ საკითხებს. ჩვენთან იქნება მუდმივ კომუნიკაციებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი.